მოკლედ ჩვენს მაყურებელს რომ უთხრათ, აი რა არის თქვენ ჩამოსვლის მიზანი უწყვეტობა ზოგადად სხვა რეგიონებშიც, არა მხოლოდ თბილისში, სხვადასხვა რეგიონში პროტესტის რატომ არის მნიშვნელოვანი და თქვენ საქმეზე რო გითხრათ მოკლედ. მე დღეს ჩამოვედი ზუგდიდიდან და ძალიან მნიშვნელოვანი არის უწყვეტი პროცესი და პროტესტი ყველა რეგიონში, საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქში. პროტესტის კერა არ უნდა იყოს მარტო თბილისში. ამ წინააღმდეგობის, როგორც პროტესტის კერა და თბილისი გვასაღებდა ეგრეთ წოდებული მთავრობა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ მხოლოდ თბილისს აქვს წინააღმდეგობა და შეგვაჩნია შესაძლებლად წვრილი არჩევნების შემდეგ თითქოს თბილისი წააგეს მარტო იმის ფონზე, რომ თბილისი იყო განწყობილი პროტესტით. მაგრამ ეხლა ყველანი ხედავთ, რომ ყველა რეგიონში და ყველა დიდ ქალაქში, ყველა თუნდაც პატარა ქალაქში ასევე საქართველოში არის უწყვეტი პროტესტი, იმიტომ რომ ხალხს აქვს სათქმელი, ხალხს აქვს ძალიან ბევრი ბრაზი დაგროვილი, სამართლიანი ბრაზი და ეს ბრაზი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ბრაზი, ეს არის ასევე თავიანთი სოციალური პრობლემებით გასაჭირებით მართული ბრაზი, პოლიციური რეჟიმის და ტერორის წინააღმდეგ მომართული ბრაზი და ჩემი პირადი სათქმელი არის ჯერჯერობით რჩება იგივე და ეთანხმება თქვა ძირითად მოთხოვნებს ამ პროტესტის, რაც არის ხელახალი არჩევნები, ცესკოს რეფორმის, სასამართლო რეფორმის, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფონზე ცხადია და შემდეგ შეუძლებელია სხვანაირად წარმოვიდგინოთ ეს არჩევნები საერთოდ და ჩემი ასევე თხოვნა იქნება მედიების მიმართ, რომ უფრო მეტად გააშუქონ, უფრო ძირფესვიანად და ღრმად გააშუქონ ის წინააღმდეგობა, რომელიც არის რეგიონებში, იმიტომ რომ ყველა რეგიონს საქართველოში აქვს თავისი მკვეთრად გამოხატული ხასიათი, პოლიტიკური, ისტორიული, სოციალური ფონი და ნარატივი და ეს პროტესტები განსხვავდება, ცხადია, სადღაც არის კვეთებიც, მაგრამ განსხვავდება ერთმანეთისგან, ყველას გვაქვს ჩვენი სათქმელი და აუცილებლად კონსოლიდირებული პროტესტის შემთხვევაში თუ მთელი საქართველო დადგება ერთად, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში. ეხლა არ არის დრო განცალკევებების, გაერთიანებების დრო არის ნამდვილად, მაგრამ უნდა აღვიქვათ ეს წინააღმდეგობა, როგორც სრული მთლიანი სახალხო საერთო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მთელ ქვეყანაში და არა რომელიმე ცალკეულ ცენტრალურ ვთქვათ ადგილას, იგივე პარლამენტთან, მიუხედავად ჩვენი ღრმა სოლიდარობისა და თანადგომისა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც პარლამენტთან იბრძვის. მადლობა.